გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩემი არხია YouTube-ზე ისწავლე რაც გაინტერესებს. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეოები, დაწერეთ კომენტარებში ის ისწავლა გინდათ და აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. დღეს გასწავლით როგორ მოვაგვაროთ C დისკის პრობლემა, როცა გამოიყურება აი ესე გაწითლებული. რა თქმა უნდა, ამ დროს კომპიუტერიც ჭედავს. და როგორ მოვიქცეთ, როგორ გავწმინდოთ ის. შევდივართ My კომპიუტერში, შემდეგ შევდივართ დოვლანდებში, აქ თუ რამე გვაქვს, ყველაფერს ვშლით. აუცილებლად, მე ახლა არაფერი მაქვს. შემდეგ შევდივართ ესე My კომპიუტერში, შემდეგ uninstall program, აი აქ. გვიყრის ეს ჩვენ დაინსტალებულ პროგრამებს, რომელიც არის C დისკზე ყველა თითქმის. და ვშლით რაც არ გჭირდება. აი მაგალითისთვის წავშლი ახლა რომელიმეს. აი მაგალითად ამას წავშლი. uninstall მისცემთ. დაელოდებით რომ გაგიხსნათ. აი ამოგვიგდო. შემდეგ ვაზრით აი აქ uninstall სადაც ეწერება. next და დაველოდებით რომ წაშალოს. ესე აი წაშალა. შემდეგ ისევ შევდივართ My კომპიუტერში. ნიშნავთ ვაკლიკებთ C დისკს. შემდეგ ვაკლიკებთ მარჯვენა ღილაკს და შევდივართ სულ ბოლოში. შემდეგ აი ვაძლევთ აქ. ეს ნიშნავს დისკის გასუფთავებას. ველოდებით. ჩემთან ახლა მალექნა, იმიტომ რომ გაკეთებული მაქვს ეს უკვე. თქვენთან ცოტა დრო დაჭირდება და დაელოდეთ აუცილებლად. შემდეგ რო შეავსებს მაგას, ამოგიგდებთ აი ესეთ ფანჯარას, სადაც აქ ყველაფერი თქვენთან არ იქნება მონიშნული, მაგრამ ყველაფერი მონიშნეთ. აი ჩემთანაც ამას მოუნიშნავ, ახლა რაც არ იყო მონიშნული, ამას ყველაფერს მონიშნავთ, რაც არის აქ და მისცემთ OK-ს. შემდეგ delete file. ამასაც დაველოდებით. თქვენთან მეტი დრო დაჭირდება და დაელოდეთ აუცილებლად თუ გინდათ რომ მოაგვაროთ ეს პრობლემა. შემდეგ ვნიშნავთ აი ამას. აი ესე და ვაძლევთ აი აქ. შემდეგ ვნიშნავთ აი ამას დაბლითას, თუ ეს არის მონიშნული, ვნიშნავთ ამას, თუ დაბლითა მონიშნული, გავანებოთ თავი და მივცეთ OK-ს. შემდეგ აი ამას. შემდეგ ignore all. და ველოდებით რომ გაასუფთავს მან ზედმეტი ფაილებისგან. მოდით შევისოს რომ ყველაფერი ნახოთ ბარემ.
მოდით ახლა მე არ მაქვს ეს პრობლემა, მეზარება ლოდინი. არ მაქვს ამდენი დრო, გავთიშავ ამას. თქვენ უბრალოდ დაელოდეთ სანამ გავა ბოლომდე. შემდეგ ეს თავისით გაითიშება, მისცემთ OK-ს და მორჩება ამით ყველაფერი. C-დისკი გაიწმინდება ზედმეტი ფაილებისგან და კომპიუტერიც ასე ვთქვათ ამოისუნთქებს. მოდი მე ამას გავთიშავ. იყოს ესე, ახლა არ მაქვს ამის პრობლემა და ლოდინის თავი. ესე. სულ ეს იყო ეს გაკვეთილი, ჩემი არხია YouTube-ზე ისწავლე რაც გაინტერესებს, გამოიწერეთ და კომენტარეთ ვიდეოებზე, დაწერეთ ისი სწავლა გინდათ და აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. მადლობთ რომ გუყურებთ. But if you close your eyes